გამარჯობა, მოგესალმებით. მინდა განახოთ ფუტკრის მდგომარეობა. როგორც იცით, ის ოჯახი გავყავდი მე რამ თენახევრის წინ და დავაობლე და გადმოვიყვანე დედა აქეთ თავის ერთი ჩარჩოთით და მოვაყოლე მეორე ჩარჩოთს და ჩემი კიდე ის ოჯახი კიდევ გავყავი ერთი იქით სკაში და ერთიც ამ სკაში და მივეც განაყოფიერებული დედები იმ სამ ოჯახს. აქედან ამ 4 ოჯახიდან რა თქმა უნდა ის სადაც დედა იყო ძველი დედა გააგრძელა არაჩვეულებრივად მუშაობა და ხედავთ აიაგე როგორი აქტიური ოჯახია და იმედია ძლიერი შეხვდება ზამთარს და თითქმის კიდე დარჩა ერთი თვე აქ ცაცხვიჯერ არა ყვავებულა მუშაობა და მე კიდე წავიყვან სოფელში და ერთი თვე კიდე იქ იმუშავებს და იმედია გაძლიერდება და შეავსებს სკას და ძლიერი შეხვდება ოჯახს. ამ დანარჩენი სამის კიდან აქაც ნორმალურად მიდის პროცესი ამ სკაში დედამ დაიწყო კვერთხიზდება იმ დანარჩენ ორთან შედარებით ცოტა სუსტი ოჯახია, ახალი დაწყებულია კვერთხიზდება და ნახოთ როგორ განვითარდება ამ ოჯახშიც სიტუაცია. ეხლა აიქ ბოლოში როს გამიდევს იმ სკაში აღარ არის სამწუხაროდ ოჯახი დიდი ალბათობით აქ რო დედები მივეც განაყოფიერებული დედები ამ ოჯახებს იმ ბოლოს სკაში და დანარჩენ ოჯახებშიც არ შემიმოწმებია 10 დღე 2 კვირა არ მეცალა ვერ ჩამოვედი ვერ ვნახე სოფელში ვიყავი იქ მქონდა საქმეები როგორც იცით ფუტკარი ქალაქში მყავს სპორტიუმში და ვერ ვნახე როგორ მიმდინარეობდა პროცესი და უკვე რო ჩამოვედი იმ ოჯახში აღარ იყო ფუტკარი და დაწყებული იყო ძველი თაფლის ჩარჩოიანი თაფლების ძარცვა და ზიდავდნენ სხვა ოჯახები და სხვა ოჯახის ფუტკარი შედიოდა და გამოდიოდა ან თვითონ მოკლეს დედა ფუტკარი და არ მიიღეს განაყოფიერებული იყო არ იყო განაყოფიერებელი დედა ამ ოჯახებმა დანარჩენმა მიიღეს იმან არ მიიღო ან თვითონ მოკლეს ან თავდასხმის შედეგად დაიღუპა დედა და სხვა ოჯახმა მოკლა და მერე დაიწყო თაფლის ზიდვა. ეს იყო ძირითადი ოჯახი. ამ ძირითად ოჯახის კარგად მიდის ფუტკრის მდგომარეობა და მოძლიერებულია და საკმაოდ კარგად არის რაოდენობა ჩიგნით ფუტკრის. ერთადერთი მხოლოდ აიქ იმ სკაში ეს არის ძველი დედით და აი იმ სკაშია ცოტა სუსტად ოჯახი შედარებით ცოტა რაოდენობაა ფუტკარი ვიდრე ამ ორ სკაში. ამ მეხუთე სკას რაც შეეხება აქ შარშენას თაფლი ავიღე და წელსაც მინდა თაფლი ავიღო ერთ-ერთი ძლიერი ოჯახია შარშენას ძლიერი იყო წელსაც ძლიერია 9 ჩარჩო ზემოთ საკუჭრაოში გადაბეჭდილი ჰქონდათ ავიღე ივლისის ბოლოს თაფლი და 9 გადაბეჭდილი თაფლი იყო ჩარჩო თითო იყო 300 და 100 და 200-იანი ყველა ჩარჩო და დაუბეჭდავი არც ერთი გვერდი არ ჰქონდათ და წელსაც დავადგი საკუჭრაო და მინდა ამ ოჯახიდან თაფლი ავიღო. ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი ოჯახია. კვლავ მოვიფიქრებ შეიძლება ეს ოჯახიც გავყო რომ მინდა რომ გავამრავლო და გავყო იაპონური მეთოდით მინდა ერთი სკა დაუდგა და შესაძლოა ის სკა ამ ადგილას დავტო და თავისი ძველი დედა ფუტკრის ჩავბერტყო შიგნით და რაც დარჩება ნაწილი ფუტკრის ეს სკა წავიღო სოფელში. დანარჩენებისას წაღებასაც ვაპირებ წელს აქ ერთვის იმუშავებს კიდე ცაცხვზე და ცაცხვის მერე აქ უკვე თითქმის ყვავილი აღარ იქნება ინდორში თუ იქნება აქ ყვავილი და სოფელში უფრო მეტად არის ყვავილიც მინდვრის და დიდხანს იმუშავებს კიდე იქ, იმიტომ რომ ბორჯომთან შედარებით ის უფრო ალპური ზონაა და ერთი თვით გვიანაა იქ ყველაფერი. ანუ ერთი თვე კიდე ხანგრძლივად გააგრძელებს მუშაობას. სულ მეყოლება 4 ოჯახი ამ ზამთარს
1 2 3 და ის ოჯახი მეოთხე ის დაიღუპა და იმედია გამოიზამთრებს სულ ყველა და გაძლიერება ზამთრისთვის. ამ გაყოფილებს, ამ ოჯახებს წელსვე აუცილებლად ერთ თვეში 3 ვესკას წავიღებ ადგილას, სადაც მსოფლიოში უძველესი თაფლი აღმოჩენილი, ჩვენთან ბორჯომში აღმოჩენილი მოგეხსენებათ, კოდიანზე, ეს არის ჩემი სოფლის მთა, საკილე ტაძრის გვარის მთა არის ჩვენ სოფლის თავზეა მთაზე და მანდ აღმოჩნდა ქალის სამარხში, გეცოდინებათ და გაგონილი გექნებათ ფეხბურთელებს სოფლიოს უძველესი თაფლი. ძველი წელთაღრიცხვით 5 საუკუნე ნახევრით ადრე. მანამდე 3 საუკუნე ნახევრით ადრე იყო ტუტანხამონის აკლდამაში. და დაუბრუნო მინდა ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას და თავის უძველეს ადგილას ფუტკარი. სულ ეს იყო რაც მინდა და მენახებია, აი როგორ განვითარდება მოვლენების შემდეგ, მაგას გადავიღებ და განახებთ კიდევ. ერთ თვეში წავიყვან, შეიძლება ცოტა ნაკლებში, 3 კვირაში დიდი ალბათობით ვაპირებ წაყვანას და მე იქ რო ავიყვან, იქაც უკვე გადავიღებ და განახებთ როგორ განვითარდება ეს 3 ოჯახი. კარგი მადლობა, ახლა დაგემშვიდობებით. კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ.